ტაში დაუგარი. ცოტა გამოვწდი გორგილაძის ქუჩას და გადავწყვიტე რომ სხვა ქუჩებზეც ჩავწერო გადაცემა. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი ძალიან საინტერესო ადამიანი იქნება, ჟურნალისტი, სხვათა შორის ჩვენი ოპერატორის მამიდა. ესე ხაზგასმით რატო აღნიშნე რომ გორკის ქუჩას გამოვწდი, ანუ რა? ქალაქ გარეთ გახვედი თუ რა ხდება? საიდან მოგივიდა ახლა ეს აზრი? არ ვიცი, ეს იყო ქალაქის ნუ ახლა შეიძლება ეს ეკლესია რო აშენდა, მაშ გარეუბნად იცვლებოდა. არა, ეს უბრალოდ ვიგულისხმო რომ რაღაცა ისე გამოდის რომ ყველა გადაცემა ღრმა ძველ ბათუმში იწერება და ამჯერად ცოტა გამოვსწდით. გაითვალისწინე რომ ამუბნელი ამონტაჟებს ამ გადაცემას. მოკლედ, ძველი ბათუმის უბანია ესეც და ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება მარინა კუპრეიშვილი, ჟურნალისტი, რომელიც ზუსტად ვიცი რომ ისეთ საინტერესო ამბებს მოგვიყვება, ვერ მოსწყდებით, ასე რომ არ გადაარჩათ. მოკლედ, ბათუმი გახდა ქორწილების ქალაქი და ამის მოწმენი ვართ ჩვენ ყველანი და აი, შეგვიძლია კადრიც ვაჩვენოთ. ყველგან ქორწილია, საერთოდ არ უნდა გაიხედოთ. ძალიან მაგარია. ამასობაში მოვედი გორკის ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩაზე, გადავალ ზებრას, თავარია ჩემი მუშკატარები არ გაიტანოს. და ქალბატონი მარინა კუთხეში მელოდება. გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა, რომ დამთანხმდით, ძალიან მიხარია, რომ ჩემი სტუმარი. ახლა ისეთი პროექტია, რასაც სხვადასხვადევნებს დავუყურებ, ძალიან მომწონს. მართლა, თქვენ სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი ნიშნია. იმიტომ რომ იცით, რაღაცით გამორჩეულ ადამიანებს არჩევთ, რომელიც ალბათ აუდიტორისთვის საინტერესო იქნება და რახან ჩათვალეთ, რომ საინტერესოა, მეც ეს ძალიან მიხარია. ძალიან საინტერესო ხართ, პირველ რიგში როგორც ჟურნალისტი და მე როგორც ბათუმელი. იმიტომ რომ ერთ-ერთი გამორჩეული ბათუმელი ხართ. სწორედ ახლა ვარ ზუსტად იმ ადგილას, სადაც ძველ ბათუმს ჩაეყარა საფუძველი. აი პირველი ქუჩა მემედაბაშიძის პროსპექტი გაიყვანეს, როდესაც ნიკოლოზ მეორე აპირებდა ჩამოსვლას და ეს ქუჩა შეაერთეს პარკს, რომელიც იყო ბუნებრივი პარკი ძალიან ლამაზი და აქ აიგო პირველი შენობები. თქვენ სადღაც აქ ცხოვრობთ ახლო-მახლოს, როგორ? კი, ახლოს ცხოვრობ. ჩემი საცხოვრებელ ადგილას იყო რკინიგზის სადგური. ამიტომ მე რკინიგზელების უბნიდან ვარ. ახლა არის TBC ბანკი, კი, იმიტომ რომ შენობა ნამდვილად საგულისხმო იყო, საყურადღებო იყო. ფუნქციურად მან ვერ გაამართლა უკვე გაზრდილი მოთხოვნები რკინიგზის. თან ქალაქის ცენტრში გამავალი რკინიგზა. ახლა შეიძლება ევროპაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა, რომ ქალაქის ცენტრში გადიოდეს, მაგრამ ბათუმი თავისი ადგილმდებარეობითა და დაგეგმარებით ისეთია, რომ შუაზე იყო გაყოფილი. იმიტომ იყო აქეთ ამხარე უფრო პრესტიჟული იყო და ქალაქს უძახოდნენ და იქით ამხარე ჭაობს, იქი ჭაობი იყო. ანუ ჭავჭავაძის იქეთ უკვე ჭაობი. კი, ჭავჭავაძის ქუჩის იქი ჭაობი იყო. კი, ნამდვილად, ასე რომ მე ზუსტად გამყოფ ადგილას ვიყავი და ჩემი ბავშვობა გავატარე იქ. ძალიან საინტერესო ხალხი იყო. სხვათა შორის რომ არ თქვა არ შეიძლება. აუცილებლად. ძალიან ჭრელი ხალხი იყო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის სოლქმარი, ნაყენის გამყიდველი ნასტია, ფეხსაცმლის ხელოსანი მეწაღე უშანგი, ესენი იყვნენ იეზიდები და ძალიან ბათუმელები იყვნენ. ძალიან საყვარელი ქართულით საუბრობდნენ. იქვე იყო სატვირთო განყოფილება, სადაც ცალფეხა თეოფილე ბიძია მუშაობდა, გასაოცარი იუმორის მქონე. იქ ტვირთი რო შემოდიოდა, ზოგჯერ ტომარა რო გაიხეოდა, თხილი ცვიოდა და დაგვიძახებდა ბავშვებს, ასე წამოდით და თხილებით გაგვიცემდა ჯიბეს. რკინიგზის სადგური თუნდაც ბავშვებისთვის ჩვენთვის ეს იყო რაღაც გასაოცარი სამყარო. მაინტერესებს ყავისმის კულტურა თუ იყო სამეზობლოში, აი სამეზობლოში მიმდებარე ტერიტორია. ზოგადად, ეხლა შენობასთან რომ მივალთ, იმ შენობას ჰქონდა ტერასა, სადაც ქვიშაზე დუღდებოდა ყავა. აი მის სურნელი მოდიოდა ქვემოთ. ნუ ბავშვებს რა თქმა უნდა იქ არ გვიშვებდნენ, იმიტომ რომ ის ცოტა გენერლები და ძალიან ისეთი ხალხი ჩამოდიოდა რკინიგზის სადგურში, მოსკოვის მიმართულებით მიდიოდა, თბილისის მიმართულებით, ერევნის მიმართულებით. ყველაზე გემრიელი ყავა ეს მე მითხრა ბერეგზე, სომეხი ხალი იყო ერთი, ასმიკა, ის ადუღებდა უგემრიელეს ყავას. ჯეზვეში აუცილებლად მხოლოდ ერთ ჭიქას ჩაასხამდა, რამდენიმე ერთბაშად არ ადუღებდა. იქ ქვიშა ქონდა გახურებული და
ეჭირა გრძლად დაჭრილი ბამბუკის ჯოხები. ეს სხვა არომატს აძლევს მეუბნებოდა. აი, ქვიშაზე მოდღებულ ყავას აუცილებლად უნდა მოურიო ბამბუკის წკირით. საინტერესოა, ეგეც პირველად. მე პირველად გავიგონე მაშინ. ზოგადად ბათუმში ყავის კულტი იყო ყოველთვის. აი, ყავისადმი სიყვარული ბათუმში როა, ასეთ სიყვარული თბილისში ნამდვილად არ არის. თბილისში არ არის ბათუმური ეზოები და იმიტომ. დავიწყოთ ამით. რა განსხვავებაა ბათუმურ ეზოებსა აი, და ბათუმურ ეზოებში ის განსხვავებაა ჩემო კარგოროდ. აქ ძალიან დიდი სომხური და ბერძნული ეროვნებების წარმომადგენლები არიან, აი ძველი ბათუმის ფორმირება სწორედ მათი მეშვეობით მოხდა. და აი ბათუმელებმა იმდენად თბილად მიიღეს, ჩვენ ხო ტოლერანტიერი ვართ, ჩვენ შევითვისეთ ისინი და ყველა გადმოვაქართულეთ. და იმათაც თავიანთი შემოიტანეს. ახლა ყავისმა არის წმინდა ბერძნული მოვლენა, იმიტომ რომ საბერძნეთში რომ მიდიხარ, პირველად სულ არ გეკითხებიან შენ იქ აპირებ ჭამას, მასალ დაგიდგამენ ჭიქი წყალს და მოგიტანებენ ეგრევე ყავას დაგიდგამენ. ეს მათთვის არის როგორც ტრადიცია. ისე იგი ეს ფიქრობ რომ მაინც ბერძნული გავლენა არის ყავის კულტურა, იმიტომ რომ ყავა საქართველოში არასდროს არ მოყავდათ. საიდან მოდის, რომელი პერიოდიდან დაახლოებით ეს ყავისადმი? საერთოდ ბათუმური ლტოვა. მე-18 საუკუნიდან იწყება ეს კულტურა, იმიტომ რომ როდესაც უკვე ღია კაფეები გაჩნდა, სანაპირო ზოლის ათვისება მოხდა. ჯერ კიდევ როდის ქონდა ბათუმში ღია კაფეები? ღია კაფეები იყო, კი ღია ტერასები იყო, ბალაგანები იყო და იქ აუცილებლად ახალგაზრდა ყმაწვილი მოდიოდა და ატარებდა სინით, რა შეუკვეთავდი ყავას, და ყავა ისმებოდა ძალიან ცოტა და პატარა. ახლა რომ ისვამენ, მასე არა. ძალიან სქელი იყო, სურნელოვანი იყო, მთელ ქალაქს მოდებული ჰქონდა. ბათუმში იყო მაგნოლიის და ყავის სუნით იყო ბათუმი ცნობილი. სხვადასხვა მეზღვაურები ამბობდნენ, როდესაც ამ აკვატორიაში შემოდისო გემი, ყველაზე ლამაზი სანაპირო აქვს ბათუმს. ეს სიმწვანე, ეს გრადაცია გადადის მერე მთაში, მთიდან გადადის მერე ცაში და მერე შორჩას მწვერვალები. ბათუმზე ვარ უგონო შეყვარებული, იცი? სანამ თქვენთან მოვიდოდეთ, ხუთმა კაცმა გამაჩერა. მარინა ვერ ხედავ სად ახარ. იცით, აქ ბათუმელებს აკლდები თვალში. ახლა ჩვენ თქვი კიდევაც რომ ხშირად ჩვენ კომპიუტერთან და ოჯახურ სიტუაციაში გადავერთეთ, იმიტომ რომ აი თეატრში წასვლა უწინ დიდი მოვლენა იყო, ხალხი საგანგებოდ ახალ სამოსს იკერავდა, ვარცხნილობას იკეთებდა, რომ იქ მისულიყო ეს სპექტაკლის პატივისცემაც იყო, თეატრალური ხელოვნების პატივისცემაც და ერთმანეთს ენახვებოდნენ, ერთმანეთს მოიკითხავდნენ. ხალხს მე და ჩემი მეგობარი საუბრობთ ამას, რომ ბათუმელის დანახვა რო უხარია, მე მგონი არც ერთ სხვაგან არც ერთ ქალაქში არ არის აი ეს რაღაცა სიხარულის და მით უმეტეს თუ ბათუმელს სხვაგან შეხვდი. ხო. უცხოეთში, რომელიც თურმე იქ ცხოვრობს წლებია და ისე უხარია და გეკითხება ბერეგზე როგორაა ის რესტორანი თუ მუშაობს, ბულვარში ის კოლონადები ხომ ისე არის და ენატრება, იცი, ძალიან ენატრება, იმიტომ რომ მოსანატრებელი ქალაქი არის, თავისი სიმყუდროვით, თავისი სითბოთი, ურთიერთობებით. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ბათუმი პირველ რიგში არის ურთიერთობები. აუცილებლად კავშირი. აი რა არის, რას გულისხმობთ ხოლმე ეს ბათუმელები ამ ურთიერთობებში? ამ ურთიერთობაში რას გულისხმობთ? ჩემო კაცო, რო ამბობენ იტალიური ეზო, არავითარ შემთხვევაში. ეს არის ნამდვილი ბათუმური ეზოა. ბათუმური ეზოა თავისი ცხოვრების წესით. იქ საერთო ის იყო, ონკანები იყო, სარეცხი გამოქონდათ. იქ სანამ ისავლებდა ამ დროს ერთი თავის ნახელავს გამოიტანდა, თქვათ რაღაც გამოაცხო, მეორე ხილს სოფლიდან მოწოდებულს მოაწვიდა, მესამე ყავას მოადუღებდა. მერე ერთი დიდი ოჯახი იყო ყველა. ერთი დიდი ოჯახი. ჩვენი ეზოა მგონი. ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ აი ჩემთან თუ სტუმარი მოვიდოდა. ჩემ სეზონში სადაც მე გავიზარდე და 68 წელიწადი ამ ეზოსთან კავშირი არ გამიწყვეტია. თქვენი ეზოსკენ მივდივარ. ახლა მივდივარ ჩემი ეზოსკენ, კი, რო იცოდენ, რომ ეს ბათუმში ერთ-ერთი ძველი ეზოა, რკინიგზელების სახლი ქვიოდა მაგას. როდესაც ჩემთან სტუმარი მოვიდოდა და მე სახლში არ ვიქნებოდი, ჩემი მეზობელი აუცილებლად საჭიროდ ჩათვლა და ის მიეღო უნდა მას. მიიღებდა, ასადილებდა, ის ვერც იგრძნობდა. ჩემს სახლშიც იყო ეს ტრადიცია. ვერც იგრძნობდა ის ადამიანი, რომ ამ შემთხვევაში ოჯახის პატრონი ვისთანაც მივიდა არ იყო სახლში. აი ესა ბათუმური ურთიერთობა, იმიტომ რომ არ ჭირდებოდა ადამიანებს, აი ტერძავს, გარდაიცვლებოდა ვინმე, მთელი უბანი იკრიბებოდა იქა. საერთოდ ჭირის უფალს არც ეკითხებოდნენ ისევ
მიმდინარეობდა იქ მოსამზადებელი სამუშაოები, ამ ადამიანის გაპატიოსნება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რა იცი, არავითარ შემთხვევაში ბათუმურ ეზოში არ ქორწინდებოდნენ მეზობლები. ვაუ, მეზობელია. მეზობელის გოგოა და როგორ შეხედეო, ეს ამის თქმაც არ ჭირდებოდა, რატო იცი? ის იყო ოჯახი. მეზობელი იყო აყვანილი ნათესავის და სისხლისმიერი ახლობლის რანგში. ეს ბათუმში იყო ასე. გვერდით ეზოდან კი მე იყვანდა, მაგრამ მისი ეზოდან არ მოიყვანდა არც ერთ შემთხვევაში. ასეთი ამბავი. და მაინტერესა როგორია ეს თქვენი. ჩემ ეზოს გაჩვენებთ ახლა. კი, ვისული ვართ უკვე. იქ ცხოვრობს ახლა. იქ როგორ არ ცხოვრობს ერეკლეს ნელა. მე ვცხოვრობ, მე გამოძევებული ჩემი ბინიდან. სადაც ერეკლე უნდა ცხოვრობდეს, მე ვცხოვრობ ახლა. ბევრი კონფესია ძალიან კომფორტულად ცხოვრობს აქ. იმიტომ არის სინაგოგა ჩემო ბატონო, არის მეჩეთიც, არის მართლმადიდებელი ეკლესია, არის ბერძნული ეკლესია, ბერძნული და ქართული მართლმადიდებლური განსხვავება, სომხური ეკლესია არის კიდე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქ რელიგიურ ნიადაგზე მიუხედავად იმისა, რომ აჭარა ავტონომიური რესპუბლიკა და სწორედ აი თურქული გავლენის გამო მას ასე ვთქვათ, განსხვავებული სტატუსი აქვს დღეს. ამის მიუხედავად აქ არასდროს არ ყოფილა რელიგიურ ნიადაგზე, ან უთანხმოება, ან დაპირისპირება არასდროს ყოფილა. ის კი არა, აი ოჯახებიც კი იქმნებოდნენ ისე, რომ ყველაფერს პატივს სცემდნენ. ჩვენი გადაცემა ცოტათი ისეთი ანუ ხიარული და აი პოზიტიურ ნოტაზეა ეს თავარი ხაზი ამ გადაცემის, მაგრამ არაფრთარ შემიძლია რომ არ გკითხოთ აფხაზეთის ომზე. თქვენ ხართ ერთ-ერთი ის ჟურნალისტი, რომელიც წავიდა და ამ ყველაზე ცხელ წერტილებში გადაიღო და ჩამოიტანა მასალა. მანამდე იყო სამაჩაბლოშიც გახდით. ხალი ომში თან ჟურნალისტი რა არის იცით, მე როდესაც სატელევიზიო გადაცემებს და ნიუსებს უყურებდი, ვგრძნობდი რომ რაღაც ისე არ იყო. ჟურნალისტები ან ვერ ამბობდნენ, ან ვერ იღებდნენ, ან ვერ ბედავდნენ. და გადავწყვიტე რომ წავსულიყავი და ჩემი თვალით. შინაგანი მოთხოვნილება აი, გადავწყვიტე რომ უნდა წავიდე და სახში ვთქვი კიდეც ეს და მითხრეს რომ კაცები არ მიდიან და შენ უნდა წავიდე მე უთხარი და უნდა ვნახო რეალურად რა ხდება. და როგორ წახვედით, როგორ შეხვედით? როგორ წავედი და ეს იყო. ოპერატორიც გახდათ. არა, პირველად ოპერატორის გარეშე ვიყავი წასული. აფხაზეთში მათხოვეს პირველად კამერა. აფხაზეთში წახვედით ქალბატონო. მე სვეტლანა კუდბა და ზეინა ფილიპოვა წავედით პირველად ერთად. როდესაც მივედით იქადა რომ ნახე რომ ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა და არაფერ არ შეიძლებოდა რომ ეს ისტორიას არ შემორჩენოდა და როცა ვთქვი რომ მოდი კამერა ვიშოვოთ, დავტრიალდით და მეომარმა ბიჭებმა თქვეს რომ თქვენ ახან ეს ისურვეთო და იმ წუთას აფხაზეთის ტელევიზიამ გვათხოვა თავისი კამერა. რო ჩამოვედი და ჩამოვიტანე კასეტაზე, მაშინ კასეტები დიღე. და ვაჩვენი ამათ, გაოგნებული დარჩნენ. და რითი გადაიღე და მე ვთხარი მათხოვეს კამერა მეთქი და თქვენ არ გამატანეთ, ბატონო. მაშინ რაღაც დამოკიდებულება იყო რაღაც განსაკუთრებული, ჯერე ხალმა რა უნდა გადაიღოს. რო დაინახეს რომ მართლა ძალიან საგულისხმო და საინტერესო იყო და ბოლოს და ბოლოს მაინც აჭარის ტელევიზია ხარ ჩასული და წერს და სხვა შეიძლება ყველაფერი მოხდეს და შეიძლება ეს შენ სამაგალითოდ გამოგადგეს. მერე უკვე მატანდნენ, მაგრამ რაფერ კამერას მატანდნენ, იცი? ლიფტი რო ეხსნებოდა ყოველთვის კამერა ვარდებოდა და სკოჩით ჰქონდა დამაგრებული. არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ბოლო პერიოდში მახდა ვახტანგ თოდუა, ერთხელ მახდა თემურიკო საწყალე სურმანიძე, 48 კასეტა მაქვს გადაღებული აფხაზეთის ომის და ვეხვეწე აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობას რომ გადაიტანეთ ეს თქვენს არქივში, ოღონდ საავტორო უფლების დაცვით და ეს იყოს აჭარის ტელევიზიის საკუთრება და არ გამოიჩინა რატომღაც არავინ ყურადღება და სურვილი და მაქვს სახში. მართლა. მაგრამ გაციფრულება ჭირდება მას, გარკვეული ნაწილი გავაციფრულე. ძალიან მინდა ზაზა გოგოტიშვილს დიდი მადლობა გადაუხადო, სწორედ მან გარკვეული დაფინანსება გამოყო ამისთვის, რომ მე ეს გამეკეთებია. ცნობილი გემის კადრები რო არის. მაგი კადრები მე მაქვს ორიგინალი, ოღონდ გაცილებით მეტია მასალა, ვიდრე იქ ამოკრებილია. ის უწყვეტი კადრია საინტერესო. ასეთ მასალაში ყველაზე მნიშვნელოვანია უწყვეტი კადრი. სადიდან სადამდე იღებ. აი ეს მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული. ამას უნდა გადარჩენა. იმ დროს არანაირი. იმ დროს სურვილი იყო, რაც შეიძლება მეტი გადამეღო, რაც შეიძლება მეტი აღმებეჭდა. აი ნამდვილი აღქმა
და ემოციები იწყებოდა, როდესაც სამონტაჟო მაგე დასამჩნდებოდი, აი მაშინ ვაცნობიერებდი, სად ვიყავი და რას გადავრჩე. და მეწყებოდა ისტერიკა. ვახოთოდუას სერიოზული ნევროზი ჩამოვყალიბდა, იმიტომ რომ მან ისეთი კადრები ნახა, რასაც ალბათ ძალიან დიდი ძლიერი ფსიქიკის ადამიანი ძნელად გადაიტანს. 27 სექტემბერს გამოვედი, სოხუმის დაცემის დღეს გამოვედი. მე და ვახო სოხუმიდან. რატოს არ დამავიწყდება, მაგრამ რა, იცით, მაინც აჭარამ თავისი სითბო, თავისი ყურადღება და თავისი თვალი ჩაიტანა აფხაზეთში და აჭარიდან დანახული აფხაზეთია ეს და ამიტომ არის თუნდაც ფასეული. გარდა იმისა, რომ მართლა ბევრი დოკუმენტური ნიუანსია იქა, რასაც მერე დასხდებიან ალბათ და შეისწავლიან, იმიტომ რომ აფხაზეთის თემა სათანადოდ შესწავლილი არ არის. მას სერიოზული იმიტომ რომ იქ იყო ქართულ-აფხაზური ოჯახები, იქ იყო ძალიან ტრადიციული ურთიერთობები, იქ იყო აფხაზურ-ქართული კულტურის რაღაც გასაოცარი თანაცხოვრება. ეს ხოდაშურის გადაღებული მაქვს და მაქვს არქივში. შეგვიძლია ავიღოთ? ვერ აიღებთ, იმიტომ გაციფრულებული არ არის და მე კასეტები ამან არ ვაციფრულებთ ქალბატონ მარინა. ფინანსები ჭირდება მაგას და ძალიან სერიოზული აპარატურა ჭირდება და სახელმწიფო. აბა მე რას ვაბარაკობ, ახლა როცა აჭარის ტელევიზიაში მივდივარ მე ასეთი სიმდიდრის პატრონი და ვეუბნები, მეგობრებო, მაქვს აუწონავი განძი. ეს გავაკეთოთ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი მომდა, ახლა თუ არ ჭირდებათ, დღეს ძალიან აქტუალური თემა, დღეს ძალიან დიდი შანსები აქვს. მქონდა მაგი მაგალითად ქართულ-აფხაზური ურთიერთობა აუცილებლად გადავა სხვა დონეზე და იქ აუცილებლად გადავა. აი დარწმუნებული ვარ რომ გადავა. იმიტომ რომ ახლა უკვე მოდის აფხაზეთიდან ძალიან საინტერესო აი რო ჩამოდიან ბავშვები აჭარაში რა სოფელი არ მერტო გამახსენე, სადაც კომპაქტურად აფხაზები ცხოვრობენ, იქ აფხაზურ ენაზე მიდის სწავლება, აფხაზურად წერენ ბავშვები, ლაპარაკობენ, მერე გზავნილებს აკეთებენ თავის აფხაზ ტანატოლებთან, საკუთრივ აფხაზეთში იქიდან დელეგაცია ჩამოდის, აქედან ჩადიან. ეს უკვე დათბობას ნიშნავს, რომ გამოჩნდა რაღაც გარკვეული ინტერესი. ეს რაღაცა მგონია რომ ძალიან მოახლოვდა ეს. მეც ვფიქრობ რომ რაღაც ნიშნები არის, მაგრამ ეიფორიაშიც ვერ ჩავარდებით, იმიტომ რომ პატარა დროა 30 წელი ძალიან ცოტა ცნობიერებისთვის, რომ დაივიწყო ის რაც მოხდა. ძალიან ცუდი რამ მოხდა, ძმამ ძმის სისხლი დაღვარა, გაუგებარი სისასტიკეებს ჰქონდა ორივე მხრიდან ადგილი, არ ვიტყვი რომ ერთი მხრიდან იყო თუ მეორე მხრიდან იყო, ცუდად ჩადგენ მაშინ ჩრდილოკავკასიელები ამ კონფლიქტში. რუსეთმა რო თავისი როლი შეასრულა, აქ მეორე აზრი არ არის და ყოველ შემთხვევაში ეს დარეგულირდება, მაგრამ დრო დაჭირდება მაინც. ამიტომაა საჭირო ესეთი კადრები, რომ შემოინახო რომ მე აჩვენო. რაში რო ყვები მასალა არის. რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტური მასალაა და არასდროს მე აფხაზის საწინააღმდეგო არც ერთხელ არ მithmავს. აი ხო გამწარებული ჩამოვდიოდი იქედა. სულ ამბობდი ეს ხალხი არის შეცდომაში შეყვანილი, ეს ხალხი არის ცხავერპლი და ეს ხალხი არის გადასარჩენი. ნუ იქნებით ძალიან მკაცრები მათ მიმართ, იმიტომ რომ ისინი თავიანთი აზრით იცავენ მის მიწას და მის სამშობლოს და ამდენად პატივებს ეთმეთქი მათ განწყობებს და გრძნობებს. ეს სახლი რა ლამაზია რა. ესა ტიპიური ბათუმური სახლი. ასეთ სახლს ცხოვრობდნენ. აი დააკვირდეთ სახლის ქვემოთ ისია აგებული სახლი, რომ არადროს ნესტი არაა ბინაში. ხო. საჰაერო სიტყვა. ესეთ ნესტიან ქალაქში. ნესტიან ქალაქში არადროს ნესტია. ყველაფერი მე მგონი შენარჩუნებულია ძველი. ეს აღდგენილია, ნახეთ რა ლამაზი ეზოა, მისი ეზოა. მართლა? ეს ეზოა? ეს ეზოა. სარდოკვირვებია. არა, ამ სახლის ეზოა ეს. უკან გასასვლელი კიბეები აქვს, ამას ნახეთ რა საინტერესო. საერთო წყალი, საერთო წყლიც აგებობდნენ. ესე მთელი ცხოვრება გჭირდება ადამიანს, რომ საკუთარი ქალაქი ბოლომდე შეიქმნას. აა ბატონო, აი ეს სახლის უკან და ეხა აღმოვაჩინე რომ აქ ეზოა. კი, ეზოა ეს. აღ შეიხედეთ რა საინტერესო ეზოა. აი ნამდვილი ბათუმური ძველი ეზო. აბა შევიხედოთ. ღობეს დააკვირდით? აი ესა ბათუმური ეზო, ტიპიური. აა ბატონო. რომ შევიდეთ აქ? შევიდეთ, შესანიშნავი ადგილია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აუცილებლად. ამას ხელი არ უნდა ახლო. ეს ასე უნდა იყოს. ზაფხულში აქ იქნებოდა ნამდვილი სამოთხე. აივანი რა ლამაზია. აივანი თავისი რეგულებით. კი, აი ნახეთ, შუქურთმები და ყველაფერი. ავთენტურობა არის შენარჩუნებული მთლიანად. ყველა რესპონდენტთან ერთად რაღაც ახალს აღმოვაჩენ ამ ქალაქში. კი, ბათუმი არის ამოუწურავი განძი.
იმიტომ რომ ურთიერთობების გარდა, არქიტექტურის გარდა, ქუჩების გარდა, აქ არის ისტორიები კიდე, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან ძალიან აკავშირებს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ ჟურნალისტი გერქვას? მე ახლა ვერაფრით ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს ჟურნალისტს, იმიტომ რომ გონია რომ ჟურნალისტი პირველ რიგში არის მეხსიერება, გამოცდილება, ინტელექტზე და წიგნიერებაზე აღარ ვლაპარაკობ და ობიექტურობაც რა თქმა უნდა და ამავდროულად ალბათ რისკიც. სწორი ანალიზი გავაკეთე? ანალიზი გააკეთეთ სწორი, მაგრამ დავიწყოთ მთავარი ფუნქცია. რა არის ჟურნალისტის? ჟურნალისტი არის თანამედროვე ცხოვრების ჟამტაღწერელი, მემატიანი ასე ვთქვათ. უწინ თუ მემატიანი იჯდა და ამბებს უკეთებდა გარკვეულ აღრიცხვას, აღმოცხვას, ჟურნალისტი ამას ყოველდღიურად აკეთებს. ყველაზე ცუდია, როდესაც ჟურნალისტი თავის ძირითად საქმეს დაუქვემდებარებს ვიღაცის ინტერესების გატარებას. აქ უკვე ჟურნალისტიკა მთავრდება. აქ ხარ უკვე დაქირავებული. ჟურნალისტი უნდა იყოს პატიოსანი, ღრმად ჩახედული და ობიექტურად ამოვლენის ჩემზე მომწოდებელი. მიკროფონის მიწოდება არა ჟურნალისტიკა, რომ ადგე და სკანდალური შეკითხვები დაუსვა ადამიანს. იცით რა? პირველ რიგში ჩემთვის პირადად, როგორც ჟურნალისტის ფასეული არის მეორე მხარე, ვინ დგას ჩემს იქით, რომ მე მისი ადამიანური ღირსება და ადამიანური უფლებები არ დავარღვიო. უპირველესი ჩემთვის ეს არის. შენ ხარ ჟამთაღწერელი. მეტი არაფერი არ გევალება შენ. შენ უნდა მაჩვენო ის, რაც რეალურად ხდება და არა ის, რაც შენ გინდა. არიან დღეს ასეთი ჟურნალისტები? შეიძლება არიან, მაგრამ მათზე მოთხოვნა აღარ არის. რა სამწუხაროა. ზოგადად ძალიან საინტერესო არქიტექტურაა ბათუმში ამ ძველი შენობების, იმიტომ რომ თითქოს ერთი გოთიკა გვაკლიათ, თითქმის გოთიკურია ის კათოლიკური ეკლესია. კი, მაგი ახლა გვიანაგებული. მაგი შედარებით გვიან კი. ევროპაში რო ვიყავი, ვეუბნებოდი ხალხო ბათუმშია რა ასე. ჩამოვედი აქ რომ ნახო ის რაც მე ბათუმში მაქვს. მაგრამ პარალელებსავლებ. მე ევროპაში რო ჩავედი პირველად მე დავაფასე საკუთარი ქალაქის არქიტექტურა. ეს ეზოა? ეს ეზოა ჩვენი და ნახეთ რამოდენ ამხელა ეზო ბათუმში არის დიდი ფუფუნება, იმიტომ პარკირების პრობლემაა ზოგადად. 1927 წელი. 100 წელი უსრულდება ამ სახსა ეზოს. საღამოობით აქ იმართება მე წვადი შეწვა ჩემო ბატონო. დღემდე? აი ერეკლია თამის გენერალი. აი ასე ადამიანის და ცხოველების თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითები გვაქვს. ეს არის ბათუმი. აი ესა ბათუმური ეზო. აი ეს აივნები ყველა ღია იყო, მაგრამ მე ოჯახები რო გაიზარდა, საჭიროება არაფერს არ გეტყვეს, ძალიან გონიერი და არა, მე ძაღლები მიყვარს საერთოდ. იგრძნო ეთყობა. ხო. ისე არ არსებობს ძაღლმა გიკბინოს თუ არ გეშინია. ადრენალინი თუ გამოყავი შეიძლება გაღიზიანდეს მაგაზე, მაშინ გიკბინოს. ხო და ანუ თუ არ გეშინია. აი აქ ხდებიან საღამოობით. ამ ეზოში ერეკლემ უნდა მოგიყვანოს ხშირად, იმიტომ რომ 17-ში მისი დაბადების დღეა და გვასტუმრე შენი მეგობრები, კაი ტორტზე და კაი სიამოვნები. ხაჯაბურზე დაგბადიჟებთ. თან აჭარულზე არის ფიქრობ ისე უბრალოდ. კარგად დიდი ეზოა. კი, აქ სხვადასხვა ქორწილები იმართებოდა და თხოვლობდნენ ამ ეზოს ხშირად. სხვა მართლა? აი როგორ იყო ამ ეზოს ქორწილი? აგო სეფა გაიჭებებოდა აქიდან იქამდე. მე აივანზე აუცილებლად ხორაქს და რაღაცას გამზადებას დააწყობდნენ და იყო მე ცეკვა თამაში. ხენა მოხენა და ეს იყო რკინიგზა. აქ იყო ის სამეურნეო განყოფილება, მე რო გითხარით, ბაბუა თეოფილე რო თხილებს გვირიგებდა. აქ იყო ნასტია, აქ ნაყინი იყიდებოდა ჭიქებით. და იქ კუთხეში იდგა ფეხსაცმლის ჯიხური, სადაც მისი მეუღლე უშანგი მუშაობდა. აწყობილი ჰქონდა საქმე. აწყობილი ჰქონდა საქმე, კი. მე დილის სამსახურში მივიდა, ყავა უკვე გამზადებული ხდება. მართლა? დაიმალნენ. მე მგონი ჩვენი შერწყვა. მოერიდა. აი ეს შენობა არის ძალიან ძველი. აქ ცხოვრობდნენ უგრეხელი ძეები. ცოტა ესეთ ბობოლა ხალხი იყო, საკუთარი წისქველი, ისიც ძველია.
წისქვილი ქონდათ საკუთარი. მე ამ დროს იმფანჯიდან უყურებდი ეგ რა, ისა ჩემფანჯი არა. აი ესა სახლის ზომასაც. აუ რა, კარგი თარიღი აწერია. 1921 წერია თუ 27? 21. 21? 100 წელზე მეტი ხნისა. 100 წლისა ეს შენობა. კი ბატონო. აი ეს არის. ხელი არ ახლოს ამ შენობას არავინ. არავინ არ ახლებს ხელს. რესტავრირდეს უნდა და გალამაზდეს, ნახეთ. აი ეს სახლი კიდე. ინვესტორს ვავარძებთ და. ამ შენობაში სხვა შორის ამასწინეთ. აქ ადვოკატების ბიუროა გახსნა. მართლა? აქ ექიმი ცხოვრობდა ნუნუ ჩხატარაშვილი სხვადასხვის და ოთარი რუხაძე, ცოლ-ქმარი ორივე ცნობილი ბათუმელები იყვნენ. მე მივხვდი რომ წინა ცხოვრებაშიც ბათუმელი ვიყავ. ახაც ჩვენ წავიდეთ იქეთ. შეგედა ეს ფისოები ბათუმელები არიან. ბათუმურ გურული იუმორი როგორია? ბათუმურ გურული არა ეს ბათუმურია. ბათუმური. კი. ბათუმელ სომხებსაც ხონაერი ინტონაცია. თბილისში როგორც კი მაგალითად მაღაზიაში ან ტრანსპორტში ამოვიდოდა ვინმე და იტყოდა რა შევე ბიჭო უკვე ვიცოდი რომ ბათუმელი ბათუმელებს სხვანაირი ინტონაცია და ისე როგორც ქუთაისელი კიდე განსხვავდება სხვა იმერილისგან ზესტაფონელს სხვანაირია ინტონაცია სხვა კი რაღაცნაირი წაგრძელება ბოლოში ძალიან თბილი და ტკბილი და გემრიელი ესე იგი ეს მოედანი ზოგადად იყო ძალიან საინტერესო რატო აი პირველი კაპიტალური სახლები რომელიც ერთი გორგილაძის ქუჩაზე და აქ ტიპიური სახლებია აშენებული მრავალსართულიანი აქ იყო ვაგზალი აქ იყო სასტუმრო პირველი მაისი და ცხებოდა უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური მიშა ბიძე აცხობდა მახსოვს ღირდა 40 კაპიკი გვერდიდან შესასვლელი იყო იქ იყო საცხობი იყო ცეცხლფარეში ცენტრალური გათბობა იყო და მთელი ეს უბანი დასაბანად მიდიოდა 1 მაისის სამრეცხაოში, სადაც მოწყობილი იყო საშხაპე. მე გეუბნებით 60-70-იან. ანუ აბანოც იყო. აბანო საშხაპე იყო ორი გაკეთებული, მაგრამ სასტუმროს რა თქმა უნდა ჰქონდათ ინფრასტრუქტურა მოწყობილი და შემდეგ ფუნქციურად უკვე შეიცვალა. ეს TBC ბანკის ოფისი არის, ეს ბათუმის საქალაქო სასამართლო. ძალიან საინტერესო იყო და უღრმესი მადლობა რომ მადლობა თქვენ რომ ასე ბათუმის თემას აცოცხლებთ, იმიტომ რომ აქაურმა ახალმა შემომატებულმა ბათუმელებმა უნდა იცოდნენ რა ტრადიციის ქალაქში მოხდნენ. ჩვენ ძალიან ვფრთხილდებით ადამიანურ ურთიერთობას და მეზობლობას და მეგობრობას. აი თუ ეს მომენტი გაქრება, მაშინ ბათუმიც აღარ იქნება. რამდენი წლის იქნება ხა ეს მაგნოლია როგორ დიდი ხნის 100 წლის მაინც იქნება. ნეტა ვინ რგავდა ამ მაგნოლია? აქ სხვადასხვა მებაღე იყო. და აი ხეები რომა ეგერ ნაცრო გავს. ხან კურდღლის ფორმას აძლევდა ის კაცი, კრეჭდა. აქ იყო ნამდვილი ევროპული ტიპის ბაღი. სკვერი იყო, ეს და ის იყო ორივე სკვერი.